ტრამპი ამზადებს სასტიკ მახეს ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ირანის დიქტატურას აკონტროლებს, მას შემდეგ რაც ახლო აღმოსავლეთში ორი ბირთვული ობიექტი შეტევაში გაეხვა. რევოლუციური გვარდიის ეს შეტევა თეთრ სახლს ზუსტად ის მიაწოდა, რასაც ანტიტრამპული მედია ცდილობდა დაემალა. რეალური საფრთხე მთელი რეგიონისთვის მოდის სწორედ ირანული ღერდიდან, რომელიც მზადაა დრონები, შიში და შანტაჟი მიიტანოს იმ ტერიტორიებთან ახლოს, რომელსაც არც ერთი სერიოზული ქვეყანა არ განიხილავს როგორც ჩვეულებრივ სამიზნეს. ამ ორშაბათს 2026 წლის 18 მაისს, მას შემდეგ რაც შეტევა განხორციელდა ბარაკას ატომურ სადგურზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ზეწოლა განხორციელდა დიმონას ბირთვულ რეგიონზე ისრაელში, ტრამპმა კრიზისის ყველაზე ძლიერი არგუმენტი მიიღო. დაღუპულები არ ყოფილა, რადიოაქტიური გაჟონვაც არ დაფიქსირებულა, მაგრამ გზავნილი მძიმე იყო. როდესაც ირანის მოკავშირეები თანხმდებიან ბირთვულ ინფრასტრუქტურასთან თამაშს, თეირანის მიმართ ზომიერების მთელი რიტორიკა იშლება. და სწორედ აქ ტრამპი ხურავს მახეს. და თუ ჩინეთი ან ევროკავშირი სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, მაგრამ კაცრად არ გმობენ, ტრამპი მსოფლიოს აჩვენებს, ვინ სულს გავლენა პასუხისგებლობის გარეშე. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ ახის გამოწერა მობინდებათ, რომ კარგად იყოთ ინფორმირებული და ინფორმაცია რეალურ დროში მიიღოთ, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, ალვესის სანდოობის სტანდარტით. ბარაკაში თავდასხმა მოხდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დასავლეთ ნაწილში, საუდის არაბეთის საზღვართან ახლოს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით ტერიტორიაზე 3 დრონი შევიდა, 2 განეიტრალდა, ხოლო 1-მა მოახერხა და ელექტროგენერატორი დააზიანა სადგურის შიდა პერიმეტრის გარეთ. ცეცხლი კონტროლქვეშ მოაქციეს, დაღუპულები და დაშავებულები არ ყოფილან, ხოლო რადიაციის დონე ნორმალურ ნიშნულზე დარჩა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ დიზელის გენერატორებმა დაიწყეს სადგურის მესამე ბლოკის მომარაგება და სამხედროებს სთხოვა თავშეკავება ნებისმიერი ბირთვული ობიექტის მახლობლად. დონალდ ტრამპმა ამაში იდეალური შესაძლებლობა დაინახა, რომ სიტუაცია შეეცვალა. მტერმა სცადა ძალის ჩვენება, მაგრამ საბოლოოდ მტკიცებულება წარმოადგინა. თუ დრონი უახლოვდება ბირთვულ სადგურს, შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანაში, მაშინ საუბარი აღარ არის თავშეკავებაზე თეირანის მიმართ. საუბარი უკვე იმაზეა, ვინ კიდევ დაიცავს რეჟიმს, რომელიც გარშემორტყმულია მილიციებით, მუქარებით და რეგიონული შანტაჟით. სწორედ ამ მომენტში აწყობს ტრამპი მახეს. ის აიძულებს თითოეულ მთავრობას, თითოეულ დიპლომატს და თითოეულ ანტიტრამპისტ პრეზიდენტ კომენტატორს უპასუხოს, მიიღებს თუ არა თავდასხმას ბირთვულ ობიექტთან ახლოს. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეს შემთხვევა სახიფათო ესკალაციად შეაფასეს და განაცხადეს, რომ სრულად აქვთ უფლება უპასუხონ ტერორისტულ თავდასხმებს. თეირანმა დაიწყო სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე დამიზნება, სადაც ამერიკული ბაზებია, მათ შორის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. ანუ ბარაკა ცალკე კონტექსტის გარეშე არ გაჩენილა. სადგური ვაშინგტონის მოკავშირეებზე ზეწოლის სერიაში ერთვება. რადიოაქტიური გაჟონვის გარეშე ტრამპს არ უწევს იმპულსურად მოქმედება. სადგურის შენარჩუნებით მას მეტი დრო ეძლევა, რომ ირანს, ჩინეთს, ევროკავშირს და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს ზეწოლა მოახდინოს ისე, რომ სასოწარკვეთილად არ გამოიყურებოდეს. მტრის შეცდომა იარაღად იქცევა. შიში არგუმენტად იქცევა. პროვოკაცია კი წნეხის გამკაცრების გამართლებად იქცევა. მარტში ირანის სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელსაც ნახევრად ოფიციალური სააგენტო ისნა ციტირებდა, ისრაელის ბირთვულ ობიექტ დიმონაზე დარტყმით დაიმუქრა. იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი და შეერთებული შტატები ირანში რეჟიმის შეცვლას ეცდებოდნენ. შემდეგ ომის დროს ირანის თავდასხმები მოხდა ისრაელის ბირთვულ რეგიონთან ახლოს, იმ დროს როცა ყალბი ვიდეოები ვრცელდებოდა და ცდილობდნენ გაეყიდათ ატომური სადგურის განადგურების იდეა. როიტერსის საკუთარი გადამოწმებით დადგინდა, რომ სოციალურ ქსელებში გამოყენებული სურათები ძველი იყო და რეალურ თავდასხმას დიმონაზე არ ასახავდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს აჩვენებს ირანული ღერძის კიდევ ერთ მეთოდს: სამხედრო მუქარა, ინფორმაციული დაბნეულობა და ფსიქოლოგიური ომი ერთდროულად. ტრამპი ამ კომბინაციას საკუთარი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იყენებს. პრობლემა ისაა, რომ რეჟიმმა ენერგია, საზღვაო მარშრუტები, სამხედრო ბაზები და ბირთვული ობიექტები ზეწოლის ინსტრუმენტებად გადააქცია. ანტიტრამპული მედია პრეზიდენტის კრიზისის გამომწვევად წარმოჩენას ცდილობდა. ეხლა უნდა აუხსნა, რატომ მოდის ეს ესკალაცია სწორედ იმ მხრიდან, რომელიც დრონებს, რაკეტებსა და მილიციას იყენებს ამერიკელი მოკავშირეების დასაშინებლად. ეს მომენტი ჩინეთსაც ეხება. ტრამპმა კვირის განმავლობაში სი ძინპინთან ისაუბრა, თუ პეკინი სულს პასუხისგებელ ძალად წარმოჩნდეს, უნდა აჩვენოს, რომ თეირანის შეკავება შეუძლია. თუ ამას ვერ ახერხებს, ტრამპი აჩვენებს ჩინეთის დამოკიდებულებას სპარსეთის ყურეში სტაბილურობაზე და იმას, რომ პეკინი ვერ იცავს საკუთარ მოკავშირეს პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე.
თეთრი სახლი ახლა მკაცრ გზავნილზე მუშაობს. დრო მიდის ტრამპის სასარგებლოდ. ტრამპმა დაწერა, რომ თეირანმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და დრო გადამწყვეტია. Reuters-ის ინფორმაციით ის უნდა შეხვდეს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს, რათა განიხილოს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტები. ეს შეხვედრა პანიკად არ უნდა იყოს მიჩნეული. ეს არის გათვლა. ტრამპმა იცის, რომ ძალიან ძლიერი პასუხი შეიძლება უფრო დიდ ესკალაციას გამოიწვიოს, მაგრამ სუსტი პასუხი შეიძლება ახალ პროვოკაციებს მისცეს ბიძგი ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეების წინააღმდეგ. ირანი ცდილობს უპასუხოს. ირანის შეიარაღებული ძალების პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ტრამპი შეასრულებს თავის მუქარებს, შეერთებული შტატები ახალ აგრესიულ სცენარებსა და სიურპრიზებს შეხვდება. ეს განცხადება ტრამპს უფრო ეხმარება, ვიდრე უშლის ხელს. ის ამერიკელ საზოგადოებასა და მოკავშირეებს აჩვენებს, რომ თეირანი სიმშვიდეს არ ეძებს, არამედ ცდილობს დაშინებას. და როდესაც მეორე მხარე ბირთვულ სადგურთან ახლოს დრონის შემდეგ სიურპრიზით იმუქრება, ტრამპს ეძლევა შესაძლებლობა გამკაცრდეს მიზეზის გამოგონების გარეშე. ბარაკაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვეულებრივი ობიექტი არ არის. არაბთა გაერთიანებული საამიროების ბირთვული სადგური ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია და მდებარეობს სპარსეთის ყურის უსაფრთხოებისთვის მგრძნობიარე რეგიონში. როდესაც გარე გენერატორი ზიანდება, თუნდაც გაჟონვის გარეშე, რეგიონის მთავრობები მესიჯს იღებენ. დღეს ეს არის სადგურის პერიმეტრი. ხვალ ეს შეიძლება იყოს პორტი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, საჰაერო ბაზა ან ენერგეტიკული ტერმინალი. დონალდ ტრამპი ამ შეფასებას იყენებს, რათა პირდაპირ ზეწოლა მოახდინოს მოკავშირეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნონ. ყველაზე ძლიერი შედარება უკრაინიდან მოდის. 2022 წლიდან ზაპორიჟიის ბირთვულმა ელექტროსადგურმა აჩვენა, თუ როგორ ცვლის ომი ბირთვულ ობიექტთან ახლოს, მთავრობების, საერთაშორისო სააგენტოების და საზოგადოებრივი აზრის ქცევას. მაშინაც კი როცა რადიოაქტიური კატასტროფა არ მომხდარა, ელექტროსადგურის გარშემო ყოველი მუქარა გლობალურ განგაშს იწვევდა. ბარაკ ახლო აღმოსავლეთს ამავე ტიპის დაძაბულობაში აყენებს. განსხვავება ისაა, რომ ახლა ერთსა და იმავე არენაზე ამერიკული ბაზები, ისრაელი, ირანი, ყურის რეგიონი და ნავთობია. და სწორედ ამიტომ ტრამპს არ ჭირდება ნარატივის დევნა. ის ფაქტს თავად ლაპარაკის საშუალებას აძლევს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თავშეკავებისკენ მოუწოდა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სახიფათო ესკალაციაზე ისაუბრეს. საუდის არაბეთმა ირაყის სააერო სივრციდან მოსული დრონები ჩაჭრა. თითოეული დეტალი ხაფანგის სიმძიმეს ზრდის. ეხლა შემდეგი ნაბიჯი თეირანის ხელშია. თუ ირანი ფსონს გააორმაგებს, ტრამპს უფრო მკაცრი პასუხისთვის საფუძველი ექნება. თუ ევროკავშირი სიმშვიდისკენ მოუწოდებს, მაგრამ მკაფიოდ არ დაგმობს, ტრამპი ევროპის სისუსტეს გამოაჩენს. თუ ჩინეთი შეეცდება თავი აარიდოს ამ საკითხს, ტრამპი აჩვენებს, რომ პეკინი გავლენას პასუხისგებლობის გარეშე ეძებს. ტრამპს შეუძლია მტერი ალყაში მოაქციოს ისე, რომ აგრესორად არ გამოჩნდეს. ვაშინგტონში უსაფრთხოების შეხვედრა შეიძლება ახალი სამხედრო ვარიანტების ან ახალი სანქციების მომზადებას ემსახურებოდეს. და ყურის რეგიონის მოკავშირეები შეიძლება უფრო ძლიერი გარანტიები მოითხოვონ შეერთებული შტატებისგან, რადგან ამერიკული დაცვა კვლავ განიხილება როგორც აუცილებელი ფარი. ხაფანგი უკვე დაგებულია, რადგან მტერმა იმ წერტილს შეეხო, რომელიც ნებისმიერ მთავრობას ყველაზე მეტად აშინებს: ბირთვული უსაფრთხოება, ენერგია და რეგიონული გადარჩენა ერთდროულად. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო. გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ვილსონ ალვესის საზოგადოებაში.